დავიწყოთ შენგან ნიკო. დავაი. პირველი კითხვა ორივესთან არის ესეთი. ბიტკოინი, ზოგადად კრიპტოვალუტები, ფულის საშონელი იმას პლატფორმას უყურებთ ინდუსტრია თუ იმაზე მეტია, ვიდრე ფულის საშონელი, უბრალოდ ფულის საშონელი შესაძლებლობა. კრიპტო იძლევა ფულის შოვნის შესაძლებლობას და SEC-ის ელენის განცხადება გვახსოვს ყველას, როდესაც გაიგო, რომ ეს ბიჭები ნახეო ფულს აკეთებენო და Google-ზე შემოეყარა და სწორედ აქედან დაიწყო რეგულაციებზე საუბარი. შესაბამისად დღეს დედამიწაზე ძალიან ბევრი საშუალებაა ფულის საშოვნელი, თუმცა ბიტკოინმა მიაღწია განვითარების იმ ეტაპს, რომ ანუ ადამიანები უნდა მიხვდნენ იმას, რომ ბიტკოინით გამდიდრება დღეს უკვე წარმოუდგენელია და ნებისმიერი კოინი რაც იქნება, ალტკოინი იქნება, პროექტი იქნება თუ რაღაც, ეს განსხვავებული რაღაც არის. ბიტკოინი შეიქმნა არა როგორც რაღაც პროექტი, არამედ როგორც ფული თვითონ. ანუ ჩვენ როდესაც საუბრობთ ფულზე, უნდა ვიაზრებდეთ იმას, რომ ბიტკოინი თვითონ ფულია და ფულის ფორმირება ხდება. დანარჩენი სხვა ყველაფერი არის ან შიტკოინი, ან ალტერნატიული ფულის საშუალება ან რაღაც პროექტი. შესაბამისად, მე ვფიქრობ, მე შეგადაში ჩაგეკითხებით და შეგაწყვეტეთ ხოლმე. ნუ არის კონკრეტული კითხვა რა. შენთვის კრიპტოვალუტების ბაზარი ფულზე მეტია თუ უბრალოდ ფულია? ანუ უბრალოდ ფულის საშუალებელი მექანიზმი. იმიტომ რომ მე ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ ფულის, რა თქმა უნდა, ეს პლატფორმა იძლევა ფულის შოვნის შესაძლებლობას, მაგრამ არა long term-ში. ანუ ბიტკოინი არ არის გამდიდრების. მაგრამ მან დარავართ. აბა სადუარ. მე მაინტერესებს შენგან, როგორც იდეის, ასე ვთქვათ. ხო, ანუ იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. იდეის გარეშე, რავი, შეგვიძლია რომ ჩავიდეთ ეგ რიყეში და ქვიშა ვაწარმოოთ და ქვიშითაც ვიჩოვოთ ფული. ანუ აქ პრობლემა ამაში არ არის. პრობლემა არის ამის აღქმაში და როგორ დავინახავთ ჩვენ ამას და როგორ დავანახებთ ამას საზოგადოებას. ანუ რაში გვჭირდება ახალი ფული? ფულმა განიცადა ხუთი ძირითადი ფორმირება იყო ფულის, რომელიც შეიცვალა. დღეს ვართ ყველაზე სერიოზულ ფორმაზე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს იდეაც არის თავისთავად, მაგრამ ლარით ფული შოვნა ხო შეგვიძლია? ისევ შეგვიძლია ბიტკოინით ფული შოვნა, მაგრამ როგორ ეს უკვე მეორე კითხვაა და სხვა საფეხურზე გადავდივართ. ამიტომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს, თუმცა იდეა ძალიან მნიშვნელოვანია. და იდეის გამო ზუსტად ბიტკოინი ესეთი პოპულარული და იდეის გამო ბიტკოინი ზუსტად ამიტომ ესეთი ფასი, იდეის გამო ზუსტად ბიტკოინს ესეთი ნდობა და ასე შემდეგ. და არა სხვა შიტკოინებს მაგალითად როგორც ბაზარზეა და ძალიან ბევრ ამეს ლარს რის გამო აქვს. ლარს ჩვენ ვაძლევთ ღირებულებას ადამიანები. ჩვენ ვაძლევთ ღირებულებას და ვენდობით რაღაც ერთიან სისტემას, ცენტრალურ სისტემას. შესაბამისად, ჩვენ აღარ გვჭირდება ნდობა ცენტრალური სისტემის მიმართ. ჩვენ ვენდობით დეცენტრალიზებულ სისტემას. ყოველ 10 წუთში ნაწარმოებ ერთ ბლოკს, რომელიც ვალიდაციას გადის და რომელსაც ადასტურებს 15000 ნოდი. ეს არის მთელი ფილოსოფია და მათემატიკა და ეს უნდა გავიგოთ და ეს უნდა დავინახოთ, რომ ჩვენ არ გვჭირდება ცენტრალური მხარეები, თორე ფულის შოვნებისაც უნდა ისედაც იშოვის, ბიტკოინის შემთხვევაშიც, ლარის შემთხვევაშიც და თუნდაც ნიჟარების შემთხვევაში. ეს არის მეტი არაფერი.